სწორედ ეს არის ის საცხოვრებელი კორპუსი, სადაც რამდენიმე საათის წინ გულბართ რცხილაძეს ხელბორკილები დაადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში და საგანგებო ბრიფინგზე სუსმა თქვა, რომ გულბართ რცხილაძეს ბრალად ედება ჯაშუშობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა რცხილაძე. რცხილაძე რომ დააკავეს ამ ბრალდებით, ამას ადასტურებენ მისი ოჯახის წევრები, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. დილიდან აქ იკრიბებიან რცხილაძის ახლო გარემოსთვის წევრები, რომლებიც პირველებთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს ბრალდება არის აბსურდული, გამოგონილი და ამტკიცებენ, რომ მისი დაკავება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სხვა აქტუალური თემები გადაიფაროს. რცხილაძის ახლო გარემოსთვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაკავებამდე მისი ერთადერთი საქმიანობა იყო მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს მორგებული და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ახლო გარემოსთვის განმარტებით რცხილაძეს არ ჩაუდენია. რომ გითხრათ, რატომ დააკავეს? ჯაშუშობის ბრალდებით არის თქვენი ოჯახის წევრი დაკავებული. დღეს დილას დააკავეს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ორ ქვეყანას ეხმარებოდა, ინფორმაციას აწვდიდა, ჯაშუშობდა ბატონი გულბაათი. რატომ დააკავეს, ახო არ იცით? რატომ დააკავეს? მეც მაინტერესებს. რაღაცა ჯაშუშობის ბრალდებით აუგო. თვითონ არიან სიონისტები რაღაცა ჯაშუშობიდან დაწყებული. სოლტურად გამჭვირვალე საქმიანობით საქმიანობდა და რა საქმიანობდა? ყველაფერი გამჭვირვალე იყო. ხოდა რა საკეთებდა? საზოგადო მოღვაწე იყო. ვიცი რასაც საქმიანობდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე და ელემენტარული კრიმინალი მე პირადად მის ცხოვრებაში არ შემიმჩნევია არასოდეს. სამშობლოს ღალაძე არაფრის დიდებით არ წავიდოდა და ეგ გამორიცხულია. ეს ჭრალდება? რას ფიქრობ? არ ვიცი, ხა უნდა დავალოდო გამოძიებას. დავამატებ ზაზა. გააჩნია, არა, რა თქმა უნდა, გააჩნია რასით. ბრიტანეთის სპეცსამსახურის აგენტურის ხელდასაფარებლად არის ეს გადაფარვისთვის გაკეთებული ხელისუფლების მხრიდან. Deep State-ია რა, ეს ხო, აი მათი აგენტურა ის ხელდასაფარებლად არის გაკეთებული ეს, ვინაიდან გულბაათს რცხილაძე თავისი ცელის სოფხედვით და თავისი წამსით ემსახურება ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას, მის ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას. და ეს არ სიამოვნებს მავანს და მავანს. და Deep State-ის გადასაფარად გააკეთეს ესეთი. ხო, იმიტომ რომ ეხა ისრაელის სპეცსამსახური არის აქ ჩართული. მე ვარაუდს გამოვთქვა, გადასაფარად იყო იქ გაკეთებული, ვინაიდან ამხელდა აი ამ მედასავლეთელების მარტივად ძირგამომთხრელ სახელმწიფოებრივ მუშაობას. რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო, სწორედ ეს ორგანიზაცია დაარსა დაკავებამდე რცხილაძემ. სპუტნიკის ინფორმაციით, სწორედ ამ ორგანიზაციის პრეზენტაცია შედგა საქართველოში 25 მაისს და თავად რცხილაძეც ესწრებოდა ამ ღონისძიებას. მთავარი მიზანი იყო ის, რომ დაიმონიტორინგებინათ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული თითოეული განცხადება და ოფიციალურ გავრცელებულ განცხადებაში წერდნენ, რომ მონიტორინგის შედეგები 3 თვეში ერთხელ გამოქვეყნდება. რცხილაძე ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. სამოქალაქო აქტივისტები და ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ რცხილაძის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა. ახლა ელოდება ბრალის ოფიციალურ წარდგენას. რცხილაძე მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯაშუშობას ეტავება. გულბაათ რცხილაძის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობის შესახებ დიდი ხანია იწერებოდა და ყველაფერი იცოდა, თუმცა რატომ დააკავეს ის დღეს, ალბათ ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომ ის ამ შემთხვევაში გაცხადდა, რომ რუსეთის ინტერესებზე მუშაობდა და არა მხოლოდ რუსეთის მათ შორის გასაგებია მეორე ქვეყანა ვინც შეიძლება იყოს, მაგრამ აქ მთავარი არის მისი ბოლო აქტივობა, როდესაც მან თქვა, რომ მონიტორინგის საბჭოს ქმნის რუსოფობიური და ანტირუსული განცხადებების გამო საქართველოს მოქალაქეების მიუხედავად ოკუპაციის არსებობისა და რომ სამართლებრივ რეაგირებას მოსთხოვს ქართულ ოცნებას და იმ ფონზე როდესაც პუტინი ხელი მოაწერა კანონს რუსოფობიური ქმედებების გამო ჯარის გამოყენების შესაძლებლობაზე, მე ვფიქრობ ეს იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სავარაუდოდ მის დაკავებასთან დაკავშირებით. პირველების ინფორმაციით დაკავებულ რცხილაძესთან ჯერჯერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი უფლებადამცველი არ შესულა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რცხილაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.